მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოიმარაგეთ ჩაი, ყავა, ნიამუნიამუები, გემრიელობები, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გველოდებო ძალიან საინტერესო და ძალიან სასიხარულო საჯარო გაშლა თემაზე რა საჩუქარს ამზადებს სამყარო თქვენთვის. და მოდით, ნახოთ აბა და ვარიგებახლავე ვარიანტებს თქვენთვის და ნახოთ აბა რა საჩუქარს რა სიურპრიზს გიმზადებთ სამყარო თქვენ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში, უკაცრავად ჩემი თვისთვის და ნახოთ აბა რა სიურპრიზებს უმზადებს სამყარო. ახლა მომავალში მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში. პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტს. როგორც ხედავთ, სამ ვარიანტიანი გაშლა გვაქვს ჩვენ დღეს. ახლავე დავამატებ ქვებს და პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი შავი ქვა, მეორე ვარიანტი მოდით იყოს ცისფერი ქვა და მესამე ვარიანტი გვექნება აი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად მოგიზიდავთ. იმედი მაქვს, კარგად ჩანს სამივე ვარიანტი. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. და ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით თქვენს არჩევას, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. რა საჩუქარს ამზადებს სამყარო თქვენთვის, ვეცდები თითო არკანით ავხსნა, მაგრამ ნახოთ რამდენი დასჭირდება. კვერთხების ხუთიანი ამოვიდა აქ ჩემო ძვირფასო პირველ ვარიანტო. და კვერთხების ხუთიანი ძირითადად არის რაღაც გარკვეული კონფლიქტი. მოდით ასეთ რაღაცას ვიტყვი, პირველ რიგში სიურპრიზის სახით სამყარო თქვენ გიმზადებთ, იცით როგორ რაღაცას. შეიძლება ახლა ბევრი თქვენგანისთვის ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თითქოს თქვენ შეძლებთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი კონკრეტული ადამიანისგან ან კონკრეტული ადამიანებისგან, იმიტომ რომ აქ მოდის ასეთი ენერგია, სადაც თქვენ იცავთ საკუთარ პირად სივრცეს, სადაც არის კონფლიქტი და იცით როგორი კონფლიქტი. ისეთი კი არა, რომ აი უცებ, რა ვიცი, შარზე ხართ და აი კონფლიქტი მოვიდა. არა, არამედ ისეთი, რომ აი რაღაცაში ვერ არ იცავდით საკუთარ პირად სივრცეს, ვერ ბედავდით შესაძლოა, ხო? და თითქოს შეძლებთ, რომ დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე და აქ ჩანს ძალიან დიდი სიამაყე საკუთარი თავით სხვათა შორის. იმიტომ რომ შეძლებთ, რომ საკუთარი პირადი სივრცე მაქსიმალურად სწორად, ზუსტად და კარგად დაიცვათ. შეძლებთ, რომ დაუპირისპირდეთ კონკრეტულ ადამიანს, რომელზედაც ფიქრობდით, რომ აი ვერ დავუპირისპირდებიო, ვერ გავაკეთებ ვერაფერსო. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა გაახარებს პირველ ვარიანტს, რა საჩუქარს უმზადებს სამყარო პირველ ვარიანტს. არკანი ძალა. იცით, წეღან ამოვარდა სხვათა შორის არკანი ძალა და ნულოვანი არკანი. მეგობრებო, ამ სამი არკანით ავხსნი, პირველ რიგში ორი უფროსი არკანი ამოვიდა და ეს არის საბედისწერო საჩუქარი. პირველ რიგში თქვენ გეძლევათ ძალა, მეტი мотиваცია იმისათვის, რომ არა უბრალოდ დაიცვათ თქვენი პირადი სივრცე, არამედ დაიცვათ თქვენი პირადი საზღვრები, თქვენი რეალობა, თითქოს შეძლებთ, რომ დადგეთ თქვენს გზაზე. აქ მოდის სრული ენერგეტიკული განახლება და ეს განახლება არის დადებითი ენერგიების მომტანი და აი აშკარად მინდა ვთქვა ეს ახალი გზა მოდის აქ. თქვენ დგებით სრულიად ახალ გზაზე, ახალი ძალით, ახალი ენერგიით, ახალი мотиваციით. თქვენში იღვიძებს მაქსიმალურად თქვენი პოტენციალი და თქვენ აქ იმაშიც არ არის საქმე, რომ თქვენ პირად სივრცეს დაიცავთ. არა. აქ არ არის მხოლოდ ის, რომ აი თქვენ შეძლებთ, რომ პირადი სივრცე დაიცვათ და всё, ამაზე დასრულდა ყველაფერი. არა. აქ თქვენში იღვიძებს ახალი პოტენციალი, ახალი ძალა და თქვენში მოდის მეტი თავდაჯერებულობა, მეტი ენთუზიაზმი, მეტი ენერგია. თქვენ იქნებით უფრო მიზანდასახული ადამიანი და ეს ცვლილებები მოდის უფრო მეტად შინაგანად. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, აქ საკმაოდ ბევრი თქვენგანთან იქნება რაღაც ძალიან სასიამოვნო, მოულოდნელი და სიხარულის მომანიჭებელი მგზავრობა ან მოგზაურობა. ძალიან სასიამოვნო ენერგიებია აქ. თქვენ იგრძნობთ იმას, თუ რამდენად ძლიერი ხართ პირველი ვარიანტი. აი, არც კი ვიცი, როგორ ავწერო, მაგრამ აი, ხო, გარედან შეიძლება არაფერი არ ხდება, ხო, თითქოს, მაგრამ აი, შიგნით
შიგნიდან გრძნობთ, რომ აი მე ძალიან ძლიერი ვარ, მე თუ საჭიროა კლდესაც დავანგრევ, თასაც დავანგრევ, ყველაფერს არ ვიცი გარდავქმნი, მე უძლიერესი ვარ. აი რაღაც ეს ენერგია მოდის, რომ აი ჩემ თმაშიც კი ძალიან დიდი ძალაა, ჩემს ყოველ სიტყვაში დიდი ძალაა, მე უძლიერესი ვარ. მე შემიძლია ყველაფერი. აი რაღაც ეს ენერგია მოდის. ფიქრობ თქვენ თავადაც დაინახავდით ახლა როგორ საუბრობდი მე თვითონ, იმიტომ რომ აი ამ არკანებისგან იგრძნობა ეს შინაგანი ძალა. თქვენ თქვენს გზაზე დგებით, მეგობრებო. თქვენ გაგახარებთ ის და თქვენთვის მთავარი საჩუქარი არის პირველ რიგში კონკრეტული ძალა, რომელიც თითქოს მოდის არსაიდან და ეს ძალა არის როგორც მოტივაცია, ასევე შინაგანი ზოგადი ძალა. თუ მე კოლეგები მიყურებენ მაგიური ძალაც ფიგურირებს აქ რა თქმა უნდა. თქვენ იგრძნობთ სიტყვის ძალას, ქმედებების ძალას და იგრძნობთ იმას, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ და თქვენ დადგებით სრულიად ახალ გზაზე, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი. აწით თქვენ ხელს ვეღარავინ ვეღარ შეგიშლით. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უხრმესი მადლობა და ნახოთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტს რა ელოდება, სადაც წავიდა ჩვენი ქვა კარგი გადავარდა, არა უშავს. როგორც ჩანს ერთი სული აქვს მეორე ვარიანტს როდის მოვა თქვენთან ინფორმაცია და ამოვიდა თასების რაინდი. თასების რაინდი ამოვიდა აქ და პირველ რიგში იცით რისი თქმა შემიძლია ამ არკანიდან გამომდინარე. პირველ რიგში მე არ გეტყოდით ასეთ რაღაცას, მეორე ვარიანტი რომ მოდით ცოტა საბაზისო ნიშნულობიდან დავიწყოთ და თქვენ თავად იქნებით ცოტა ისეთ ენერგიებში, როდესაც მეტ სიყვარულს, მეტ გულწრფელობას გასცემთ ირგვლივ მყოფებისთვის. ახალი ჰობი მოდის სხვათა შორის ბევრ თქვენგანთან, ახალი ინტერესის სფერო, შესაძლოა ახალი ინტერესის ობიექტი ადამიანის სახით, ხო? თუმცა უმეტესობასთან სიურპრიზის სახით იცით როგორი რაღაც ჩანს. აქ თქვენთან გამოვლინდება, თქვენთან კონტაქტზე გამოვა კონკრეტული ადამიანი, რომლის დანახვაც, რომლის კონტაქტზე გამოსვლაც ძალიან გაგახარებთ. ეს შეიძლება იყოს ყოფილი დაქალი, ძმაკაცი, შორეული ნათესავი, რატომაც არა, ხო? თუმცა უმეტესობასთან რეზონირდება, როგორც გამოვა კონტაქტზე ეგრეთ წოდებული ქრაში, ანუ თქვენი სიმპათიის ობიექტი, ხო? თუ თქვენ უკვე ყავთ პარტნიორი, აქ მე ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ პარტნიორისგან იგრძნობთ რაღაც უფრო მეტ გულწრფელობას, უფრო მეტ სიყვარულს და ზოგადად იქნება აი წარსულიდან ვიღაცის მოსვლა, რაღაც გულწრფელი საუბარი, თითქოს ვიღაც ადამიანი თქვენ წარსულიდან მოვა და აღიარებს, რომ იცი მე შენთან მიმართებაში რეალურად კარგი დამოკიდებულება მაქვს, მოდი მოვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, ერთი არკანი მინდა დავამატოთ და ვნახოთ, რა სიურპრიზს უმზადებს მეორე ვარიანტს. სამყარო. არკანი სამშობლო. კი ბატონო, წარსულიდან მოდის კონკრეტული ადამიანი თქვენს გასახარებლად. ისე და ისე გავიმეორებ, რომ ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, იმიტომ რომ ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ვიღაც ადამიანი, რომელიც მოგწონთ, რომლის მიმართაც გაქვთ რომანტიული რაღაც ინტერესი, ვიღაცასთან კი შეიძლება იყოს ეს უბრალოდ ყოფილი დაქალი, ძმაკაცი, მეგობარი და ასე შემდეგ. აი, ახლა ვისზედაც გეფიქრებათ, ძალიან დიდი ალბათობით ის პიროვნება არის, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანი არის თქვენი წარსულიდან. ანუ აქ ვიღაც ახალი პიროვნება არ ჩანს. ვისაც ყავთ პარტნიორი, რა თქმა უნდა, და ურთიერთობაში გაქვთ პრობლემა, ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, ეს პრობლემები, რაც ურთიერთობაში არის, ხო? მაგრამ ასევე უმეტესობასთან რეზონირდება ისე, როგორც რაღაც აი სასიხარულო კომუნიკაცია, თბილი კომუნიკაცია, გულწრფელი კომუნიკაცია, იგრძნობთ კონკრეტული ადამიანისგან სიყვარულსა და სითბოს. და ზოგ თქვენგანთან რეზონირდება როგორც რაღაც ახალი ჰობი და ინტერესი. სულ ეს არის მეორე ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე და ვნახოთ მესამე ვარიანტს რა ელოდება. კვერთხების 7-იანი. ისიც კვერთხების 5-იანი თუ არის კონფლიქტი ადამიანებთან, რაღაც ასაკთა დაპირისპირება, კვერთხების 7-იანი უფრო არის რაღაც შინაგანი კონფლიქტები, საკუთარ თავთან კონფლიქტი და თითქოს საქმე ვხედავ ასეთ მომენტს, რომ ახლა კონკრეტულად ამ ეტაპზე გაქვთ რაღაც შინაგანი კონფლიქტი და თითქოს სამყაროსგან საჩუქარი არის
ასეთი, რომ ეს შინაგანი კონფლიქტი გაგრძელდება და კი ბატონო, ჟღერს ცოტა უხეშად და რანაირად უნდა იყოს ეს საჩუქარი, ხო? ერთის მხრივ, მაგრამ შეხედეთ, აქ მოდის რაღაც შინაგანი ტრანსფორმაცია, შინაგანი დაპირისპირება საკუთარ თავთან, რომელიც შეიძლება რა, ჩანს და არის კიდევაც საკმაოდ ისეთი ცოტა მძიმე ენერგიებით, მაგრამ პირველ რიგში საჩუქარი არის ის, რომ თქვენ ამის დაბრკოლებას შეძლებთ, თქვენ შეძლებთ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან მოაგვაროთ კონკრეტული კონფლიქტი, შეუთანხმდეთ და მოელაპარაკოთ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს და მეორე კი ბატონო, ეს ცოტა უარყოფითი ემოციები არის დასაწყისში, მაგრამ საბოლოო ჯამში შეძლებთ, რომ რაღაც სწორი დასკვნები გამოიტანოთ სიტუაციებიდან გამომდინარე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა სიურპრიზს უმზადებს სამყარო მესამე ვარიანტს. ნახოთ აბა, რა სიურპრიზს უმზადებს სამყარო მესამე ვარიანტს. არკანი პენტაკლების 4-იანი და არკანი მზე. იცით, ეს შინაგანი კონფლიქტი ეხება როგორც ჩანს რაღაც ფინანსურ მატერიალურ ასპექტებს. შესაძლოა ეს იყოს, რა თქმა უნდა, სხეულის კუთხით რაღაც კონფლიქტი, აი მაგალითად, ქსურწონაში ან დაკლება ან მომატება, რაღაც ცვლილებები ჯანმრთელობის კუთხით ან სხეულის კუთხით, იმიტომ რომ რაღაც ასეთი მომენტი მომდის, რომ თითქოს სხეულს უბრაზდება ბევრი თქვენგანი. მაგრამ შეხედეთ, მეგობრებო, რაც არ უნდა იყოს ჩვენ სხეულს არასდროს არ უნდა გავუბრაზდეთ, პირიქით მადლობა უნდა გადავუხადოთ ყოველ ჩვენს ორგანოს და უჯრედს, მესმის რომ ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სერიოზული და ასე შემდეგ, მაგრამ მეგობრებო, არ გაიფიქროთ, რომ ზედაპირულად ვუყურებ ამას, მე თქვენი საკმაოდ კარგად მესმის, უბრალოდ ისიც გახსოვდეთ, რომ აი კი, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, უარესი რაღაც შეიძლება იყოსო და ასე შემდეგ, მაგრამ იცოდეთ, რომ უარესი ყოველთვის არის შესაძლებელი და მადლობა გადაუხადეთ საკუთარ ორგანიზმს იმისთვის, რაც უკვე გაქვთ. და ნახეთ, რაც უფრო მეტად მადლიერები ვართ საკუთარი თავისთვის, სხეულისთვის და სამყაროსთვის, მით უფრო მეტს გვაძლევენ ისინი ყოველთვის. გახსოვდეთ ეს და ამიტომაც მე აქ ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ სხეულის და ჯანმრთელობის კუთხით შეიძლება იყოს რაღაც ძალიან დადებითი ცვლილებები და ასევე მოდის დადებითი ცვლილებები მატერიალური ასპექტით, მოდის რაღაც გარკვეული ფინანსური უფრო მეტი სიმყარე, უფრო მეტი სტაბილურობა, როდესაც თქვენ კმაყოფილი ხართ და აი არკანი მზე ძალიან გიხარია თქვენი ფინანსურ მატერიალური მდგომარეობა. სასიხარულო ენერგიები არის, მზე არის ის ენერგიები, როდესაც თქვენში იღვიძებს ბავშვური ენერგიები, ბავშვური სილაღე, ბავშვური სიამოვნება, თქვენ გიხარიათ და ტკბებით თქვენი ფინანსური ენერგიებით. ახარებთ საკუთარ თავს და საკუთარ შინაგან ბავშვსაც. და ასევე არკანი მზე მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ შეიძლება იყოს შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან, ამხანაგებთან. ჯანსაღი ეგო იღვიძებს თქვენში. და მატერიალური ასპექტებით, რაც არის ფინანსები, ჯანმრთელობა, ამ კუთხით იღვიძებს დადებითი ენერგიები და პრობლემების მოგვარება. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.